ათასობით და როგორც სხვა წყაროები ათეულობით ათასი მიგრანტი ერთდროულად მიაწყდა საზღვარს და გაარღვია საზღვარი და შეიჭრნენ ესპანეთის ტერიტორიაზე. მოდი ნახოთ და კინოს კადრებს გავს. ბევრს წარმოუდგენია, რომ კინოს უყურებს. კინოს კადრებს გავს, ჩვეულებრივად ათეულობით ათასმა მიგრანტმა, ზოგიერთი წყაროს ცნობით. თქო, რავია, კადრებს რო ხედავ, მართლა ათეულობით ათასი ჩანს, როგორც ჩანს. გაარღვიეს საზღვარი და შევიდნენ ტერიტორიაზე. აი, მაროკოს მხრიდან გაარღვიეს საზღვარი და გადავიდნენ. და ეგ ხდება იმის საფუძველზე, რომ ევროპა წლების განმავლობაში და ეხლა ესპანეთი განსაკუთრებით ბოლო მთავრობის პირობებში განსაკუთრებით ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას ატარებს და იციან მიგრანტებმა იქ რომ შევლენ ისე კი არ მიიღებენ რომ რაღაცა იქ დამკვიდრების ან მთავრობის ლოიალობის იმედი არ ექნებათ არა აი ლიბერალური უკიდურესად ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა ტარდება იქ და აქედან გამომდინარე ესე რომ გაარღვევენ იქ მიუდგებიან მაქსიმალურად ლიბერალურად. და რაც უფრო ფეხმოსაჭიც, ხელმოსაჭიც მისცემ სხვა ქვეყნის ხალხებს აქ, ანუ რაც უფრო მძლავრად იქნებიან ისინი აქ. რაც უფრო მძლავრად იქნებიან იქაურ პოლიტიკაში. რაც უფრო მძლავრად იქნება მათი რესურსები პოლიტიკური და მედია გავლენის თვალსაზრისით. რაც უფრო ეთნიკური თვალსაზრისით ისინი ბევრნი იქნებიან. თქვენ რა წარმოგიდგენთ საქართველოს რამე რეაგირების მეტი ბერკეტები ექნება მათ წინააღმდეგ? აქ თუ იქნება აი ქალაქები, დასახლებები, რაც ისინი ბევრნი იქნებიან, მრავლად იქნებიან, ძლიერები იქნებიან. ქართველები უფულოდ, ურესურსოდ, ქართველებს არ ექნებათ შესაძლებლობა პოლიტიკაზე ზემოქმედება მოახდინონ. რა წარმოგიდგენიათ, რომ აი ესეთი სურათი აქ არის გამორიცხული? იქ გაძლიერდა მთელი ეს საიმიგრაციო ნაწილი, მიგრანტები, აზიელი, აფრიკელი მიგრანტების გავლენა, პოლიტიკოსების გავლენა, რომლებიც ემხრობიან, რომ არ არის პრობლემა მათი შემოსვლა და მათი არგუმენტაცია ანალოგიურია.
აი მაგალითად იაფ მუშახელზე აქ ხო გვესმის რომ იაფი მუშახელი საჭიროა ეს რაღაც ეკონომიკას ასაზრდოებს და გამოვიყენოთ მათი ძალა, მათი იაფი შრომა. ასე არ გველაპარაკებიან მაგალითად აქ. ან გამოვიყენოთ მაგალითად ინვესტიციის სახით ფული შემოგთო. ზუსტად ანალოგიური არგუმენტები იქაც მაგალითად ესპანეთში. ესპანეთის ეხლანდელი მთავრობის არგუმენტები ისაა რომ იაფი მუშახელი ასაზრდოებს ეკონომიკას, ეს სარფიანია, ფული შემოაქვს ამ იაფ მუშახელს ქვეყნის ჯამური ეკონომიკისთვის და მოდი მივიღოთ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ესპანეთს მართლა აქვს ახლა ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზრდა აქვს. სწრაფი მაჩვენებლები აქვს და აი ჩვენი მთავრობის რიტორიკას ძალიან მოგაგონებთ ამ ნაწილში. მაგრამ ამას ფასი აქვს, კაცო. ამ პოზიციის პოლიტიკოსები რო ძლიერდებიან, რომლებიც ლაპარაკობენ უცხოელი ინვესტორების აქ ჩასახლების სარფიანობაზე, იაფი მუშახელის აქ შემოყვანის სარფიანობაზე, მაგას ფასი აქვს. მაგას ხედავს პოტენციური უცხოელი, რომელსაც ჩამოსვლა უნდა და იგივენაირად ფიქრობს, როგორც აი ამ კადრების შემყურე, რასაც ხედავთ ეს ხალხი, რასაც ფიქრობს, შევალთ იქ და საბოლოო ჯამში ვიღაცები უკმაყოფილოები იქნებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ იქ დამკვიდრებას და მოდი გავარღვიოთ საზღვარი. ეგ იქნება ინსტინქტი ჩვენ მიმართ, თუ აქ ამათი დამკვიდრების პროცესი გაგრძელდა და ჩვენ არ წარმოვიდგინოთ, რომ ამათი დამკვიდრების პროცესი შემოიფარგლება და რაღაცა მათი ინტერესი ვრცელდება მხოლოდ აი ეხლა დაანონსებულ ამ Eagle Hills-ის არაბულ ქალაქზე. სხვა პროექტებიც არის გამოცხადებული. აი მაგალითად ერთ-ერთი პროექტია, ეხლა გადის ამაზე რეკლამები, Mira Verde, ესეც დუბაიში დაფუძნებული კომპანია, რომელიც კრწანიში ასევე სხვა ტერიტორიაზე, არა იქ, სადაც ეხლა შენდება კრწანიშის ტყეპარკში იგეგმება აშენება ამ არაბული ქალაქის, არამედ სხვა ტერიტორიაზე აი ამ დასახლების აშენებას გეგმავს კომპანია Mira Verde. მოდი მოусმინოთ ამასაც. პირველად საქართველოში მრავალბრენდიანი მასშტაბური პრემიუმ კლასის პროექტი Mira Development-ისგან, რომელიც ცნობილია თანამშრომლობით მსოფლიოს ყველაზე აღიარებულ მოდისა და ცხოვრების სტილის ბრენდებთან. Bentley Home, Ellis Saab, Etro Home, Trussardi და John Richmond. Mira Verde ეს არის სრულიად ახალი სივრცე თბილისში, გოლფ კლუბის მიმდებარედ და 10 წუთის სავალზე თბილისის ისტორიული ცენტრიდან. სრული ავეჯით გაწყობილი რეზიდენციები, ვილები, დასვენებისა და საგანმანათლებლო სივრცეები, კომერციული ობიექტები და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის სერვისები. Mira Verde, თბილისის პრემიუმ ცხოვრების ახალი ეტაპი. ეს კომპანია, რო ვიცოდეთ, არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაარსებული კომპანია და ამ კომპანიაში აიგერ არის სტატია ამაზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონდომით არეკლამებენ კომპანია Mira Development-ის ახალ ბრენდულ სამშენებლო პროექტს თბილისის ქედზე. ანუ რატო არეკლამებენ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში? ვისთვის ქართველებმა რო იყიდონ, როგორ წარმოგიდგენიათ და გეტყვით ვისთვის არეკლამებენ? აგერ ფასები, რომლებიც ამ დასახლებაში იქნება, ყველაზე იაფი ბინა ეღირება $300,000. და ყველა ძვირი ბინა ეღირება 5 მილიონი ნახევარი. ანუ ქართველებისთვის არ არეკლამებენ. დასახლება შენდება არაბეთში არეკლამებენ, არაბეთში დაფუძნებული კომპანია არეკლამებს და ყველაზე იაფი ბინა ეღირება $300,000. $300,000 ბინები საქართველოში ამ ფასის ბინების გაყიდვის მაჩვენებელი არის დაახლოებით 1%. ანუ ჯამში ბინები რაც იყიდება, იმ ჯამური ბინების 1%-ია მხოლოდ ამ ფასის სეგმენტში და ამის ზემოთ საერთოდ მიზერული პროცენტები. ქართველებს ამ ფასის ბინების ყიდვის ფული უბრალოდ არ აქვთ. ქართველებზე არ არის ეს გათვლილი. არც Eagle Hills-ის პროექტი არ არის ქართველებზე გათვლილი, პირდაპირ თქვა ინვესტორმა. ქართველებისთვის არ შენდება ეს 5 მილიონიანი ბინები, რო არ შენდება დასახლება, რომელიც 5 მილიონიანი ბინებით იქნება გაწყობილი და ყველაზე იაფი ბინა იქნება $300,000-იანი, ის მცირე პროცენტი. ეგ ქართველებისთვის არ იგეგმება ხალხო. ჩვენ რითიც ეხლა ჩვენი ქვეყანა არის დაკავებული, ყიდიან საქართველოს ნაგლეჯებად უცხოელების რაღაცა 64 ნავსაყუდელად.
და ვიღაცები რო კითხულობენ საქართველოს ჩამოგივა არაბი, ხალხო. აი რასაც ხედავდით ახლა მიგრანტები რო შერბოდნენ იმაში რა ქვია. ესპანეთის ტერიტორიაზე ყველა არაბები არიან ხალხო. მაროკოდან აიქიდან მოყოლებული დაწყებული მაროკოდან და დამთავრებული საამი არაბის გაერთიანებული საამიროები მთელი ეს ზოლი არის 500 მილიონიანი არაბული სარტყელი. არაბები მთელ ქვეყანაში, მთელ ჩრდილოეთ აფრიკასა და აი ამ არაბულ სივრცეში არიან გაბნეულები და მათი ჯამური რაოდენობა ზოგ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ზოგან უკეთესი, მაგრამ გარწმუნებთ, ყველა ქვეყანაში მოიძებნება საკმარისი რაოდენობის შეძლებული არაბები, რომლებიც უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს საცხოვრებელი პირობების ქვეყანაში გადასვლას ისურვებენ. ამიტომ ეხლა რასაც ჩვენ რისი მომსწრენი ვარ, თვალსა და ხელშუა ახურდავებენ ქვეყანას. ნაწილ ნაგლეჯებად უცხოელების რაღაცა კომფორტულ ნავსაყუდელად ყიდიან ამ ქვეყანას და ამის წინააღმდეგ ხალხი მაქსიმალურად თუ არ დაირაზმა აქ რაიმე შეცვლის შანსი რაღაცა პერიოდის შემდეგ უბრალოდ ფიზიკურად აღარ იქნება. და ამის ორგანიზებას ვცდილობთ ახლა, ამიტომ ამდენს ვლაპარაკობთ, ამდენს ვიბრძვით, ამდენ შრომობთ ამ თემის ირგვლივ, რაღაცნაირად მოხდეს ხალხის მობილიზება ამ თემის ირგვლივ. მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ. დაგვიკავშირდით და ჩაეწერეთ ჩვენს რიგებში.